გამარჯობა, მე ვარ თაკო საზინა. დღევანდელ ვიდეოში ვისაუბრებ სწორკვებაზე, რომელსაც საკმაოდ აქტიურად მივხვდებ ბოლო 6 თვის განმავლობაში. როგორც გახსოვთ, რამოდენიმე თვის წინ მარიამმა მომცა რჩევები ვარჯიშსა და სწორკვებასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ მე ძალიან ბევრი ინფორმაცია მოვიცია, წავიკითხე უამრავი სტატია და განხილვა ამ თემასთან დაკავშირებით და გადავწყვიტე უფრო აქტიურად დავკავებულიყავი სპორტით და სწორი კვებით. პირველ რიგში გეტყვით, რომ ძალიან მალე შემოგთავაზებთ ვარჯიშის ვიდეოებს, რადგან უამრავი მსურველია და იმედი მაქვს, რომ ჩემი რჩევები გაგეხმარებათ უფრო სწრაფად ჩადგეთ ფორმაში. რაც შეეხება ჩემს კვებას, დღეში ვჭამ დაახლოებით 4-ჯერ 3-3 საათის ინტერვალით. ჩემი ძირითადი რაციონი შეადგენს ცილოვან საკვებს, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ საკმაოდ აქტიურად ვიტვირთები ფიზიკურად, ეს მაინც არ არის საკმარისი, ამიტომ ცილას დანამატის სახითაც ვიღებ. ეს არის შრატის ცილა, რომელსაც ვსვამ დღეში 2-ჯერ, დილით და საღამოს. ეს ცილა არის ნატურალური და არ აქვს არანაირი გვერდითი ეფექტი. მინდა გითხრათ, რომ ცილა არის ორგანიზმის საშენი მასალა და მისი მიღება აუცილებელია. ცილის ნაკლებობა ორგანიზმში იწვევს ძალიან ბევრ პრობლემას, როგორც არის თმის ცვენა, იმუნიტეტის დაქვეითება, ენერგიის ნაკლებობა და კიდევ ძალიან ბევრ პრობლემას. ასევე ვიღებ BCAA-ს დღეში 2-ჯერ, ვარჯიშის წინ და ვარჯიშის შემდეგ. არ შეიცავს არანაირ კალორიას და ეხმარება კუნთს გაზრდაში და აღდგენაში. ის შეიცავს 3 სახის ამინომჟავას, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია კუნთის აღდგენისთვის. შემდეგი არის L-კარნიტინი, ვიღებ 1 კაფსულას 3-ჯერ დღეში, ერთხელ აუცილებლად ვარჯიშის წინ, რომ საკმარისი ენერგია მქონდეს ვარჯიშისთვის. L-კარნიტინი ორგანიზმს ეხმარება, რომ უფრო სწრაფად დაწვას ცხიმი და მიაწოდოს საჭირო ენერგია. ამიტომ მათ, ვისაც გსურთ, რომ სწრაფად დაიწყოთ წონაში და ადვილად ჩადგეთ ფორმაში, ყველაზე მეტად გირჩევთ, რომ მიიღოთ L-კარნიტინი. და ბოლოს ეს არის ჩემი საყვარელი პროდუქტი, ვიტამინების კომპლექტი. შაბუთვაში არის 2 სახის ვიტამინი, დღის და ღამის. აქ არის ყველა ის მინერალი, რაც სჭირდება ორგანიზმს დღე-ღამის განმავლობაში. აქვე მინდა აღვნიშნო იმ მითების შესახებ, რომელიც საკმაოდ გავრცელებულია საქართველოში, რომ საკვები დანამატების მიღება არ შეიძლება, რადგან ის მოქმედებს ჰორმონებზე და აქვს გვერდითი ეფექტები, თუმცა საკუთარი გამოცდილებით მინდა გითხრათ, რომ ზუსტად 6 თვე არ აცვენებს საკვებ დანამატებს და არანაირი გვერდითი ეფექტი არ შემიჩნევია. უბრალოდ, როდესაც აქტიურად ვარჯიშობთ, აუცილებელია მიიღოთ საკმარისი ვიტამინები, რადგან ვარჯიშის დროს ძალიან ბევრ ენერგიას და მინერალს ხარჯავს ორგანიზმი და შემდეგ საჭიროა მათი შევსება. თუმცა ყოველდღიური კვებით შეუძლებელია, რომ შევავსოთ ეს ვიტამინებით და მინერალებით, ამიტომ სწორედ ამისთვის არსებობს საკვები დანამატები. ეს იყო ჩემი დღევანდელი ვიდეო, ასეთია ჩემი კვება ვარჯიშის პარალელურად. თუ რაიმე კითხვა და გაგიჩნდათ, აუცილებლად მომწერეთ პირად შეტყობინებებში. ასევე შეგიძლიათ მიწეროთ Trek Nutrition-ის ოფიციალურ გვერდს, სადაც გაგეწევენ ონლაინ კონსულტაციას და გიპასუხებენ თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ კითხვაზე ვარჯიშსა და სწორ კვებასთან დაკავშირებით. მე კი გამშვიდობებით ზუსტად 1 კვირით დროებით.